4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ხუთეულის პაატა ბურჭულაძის, მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და ლაშა ბერიძის პოზიციები მოსამართლემ დღეს კიდევ ერთხელ მოისმინა. ნაწილმა იმის მტკიცება დაიწყო, რომ დამხობის მიზანი არ ჰქონია. ნაწილმა საკუთარი პოლიტიკური შესაძლებლობებისა და სტატუსის დაკნინება სცადა. ნაწილმა კი სამართლებრივის ნაცვლად მორალურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არჩია. 4 ოქტომბრის მთავარი მორალური პასუხისმგებლობა რაც მაქვს არის ის, რომ ჩემმა მოწოდებამ გააჩინა შესაძლებლობა აქცია გადაადგილებულიყო პრეზიდენტის სასახლესთან და გადაზრდილიყო იმ ტიპის პროცესებში. მართლა ვიოცნებებდი მე პაატა მანჯგალაძე ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც შემეძლოს 100,000 კაცი შევკრიბო. ზვიად გამსახურდიას მერაბ კოსტავას მსგავსად დაუძახო ხალხს და 100,000 კაცი გამოვიდეს. პირველ არსებით განხილვას ორი ბრალდებული მიმალვაში მყოფი ირაკლი შაიშმელაშვილი და ოპერიდან პოლიტიკაში წასული პაატა ბურჭულაძე არ ესწრებოდნენ. გედედეს ყოფილ მაღალჩინოსანს პროცესზე დისტანციური დასწრების უფლება თავად მოსამართლემ არ მისცა. ბურჭულაძეს კი როგორც მისმა უფლებადამცველმა განაცხადა, უფრო მაღალი მხატვრული გემოვნება აღმოაჩნდა. პაატა ბურჭულაძე დღევანდელს არ ესწრებოდა, მას გაცილებით უფრო მაღალი მხატვრული გემოვნება აქვს, ვიდრე უნიჭო სპექტაკლებზე დასწრება არის. დღეს რაც მურთაზმა ისაუბრა, ეს არის ძალიან მაღალი, მორალური, ადამიანური პასუხისმგებლობის და ძალიან კეთილშობილური ნაბიჯი. ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში თვითმმართველობის არჩევნების ღამეს განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდებულთა მხრიდან ჩადენილ ქმედებებს ადასტურებს. გარდა ვიდეო ჩანაწერებისა, საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა, რომელიც ნამდვილად დაადასტურებს ბრალდებულთა მხრიდან ჩადენილ ქმედებებს. გარეთ დარჩენილი თანაგუნდელებიდან ეგრეთ წოდებული ვერშემდგარი დამხობის ავტორების პროცესზე დღეს მხოლოდ გიორგი ბოტკოველი მივიდა და ტრადიციულად სამართლებრივი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრა. ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ყველა ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური მიზნებისთვის მიღებული გადაწყვეტილება. სიტყვა დამხობას არანაირი ინტერპრეტაცია არ აქვს. ასეთია სამართლებრივი საქმის პოლიტიკური შეფასებები მმართველ გუნდში, სადაც კიდევ ერთხელ თქვეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ყველა პირს პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევს. დამხობას არ აქვს ორი ინტერპრეტაცია, დამხობა არის დამხობა. პირდაპირ იყო მოწოდება დამხობისკენ და ამ აქციაზე მივიდნენ ადამიანები კონკრეტული მიზნით, მათ შორის იყვნენ სამი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის იყო ექს-პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით. თუმცა, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის ცდელობა ჩავარდა, მაშინ გაემჩნდნენ დამხობის აქციას. პირდაპირ დაანონსებულ გადატრიალების ცდელობაზე დღეს ამ უტიფრებს უტრიალდებათ ენა და ამბობდნენ, რომ არა, ეს თურმე არ ყოფილა რევოლუციური ცდელობა. პოლიციის დაწვა შეიყვანეს უკვე ესე ვთქვათ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაში. ეს რა თქმა უნდა სრული აბსურდია, როდესაც ამას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ, ვინაიდან პირდაპირ ეთერში უყურებდით საზოგადოება თუ რას აპირებდნენ, რას გეგმავდნენ და რისი განხორციელება უნდათ 4 ოქტომბრის მონაწილეებს. 4 ოქტომბრის საქმეს 56 ბრალდებული ჰყავს. გამოძიება მათ 4 დანაშაულს ედავება. მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების, ბლოკირების, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.